ჩვენ არაერთხელ აღვნიშნავს და გვინდა კიდევ ერთხელ სრული პასუხისგებლობით კონკრეტულ ფაქტზე დაყრდნობით განვაცხადოთ, რომ კოალიცია ქართულ ოცნებაში შემოვალი პოლიტიკური ძალები გარიგებული არიან ნაციონალურ მოძრაობასთან. 2012 წლის ნოემბერში პარლამენტის დადგენილებით შეიქმნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წელს გაწეული საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია. ეს ის აუდიტის სამსახურია, რომელიც იმავე წინასაარჩევნო პერიოდში სადამსჯელო იარაღს წარმოადგენდა ნაციონალური მოძრაობის ხელში კონკურენტ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ბრძოლის საქმეში. საპარლამენტო კომისიამ 2013 წლის მაისის თვეში დაასრულა აუდიტის სამსახურის შემოწმება, რის საფუძველზეც შედგა შესაბამისი ანგარიში, რომელიც ხსენებული საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის მიერ 26 ივნისს გატანილ იქნა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის მიერ მისი მოსმენის შემდეგ კენჭი ეყარა კომისიის ანგარიშს და კომისიის მიერ გაწეული მუშაობა შეფასებული იქნა დამაკმაყოფილებლად. შეგახსენებთ, რომ არსებობს შეფასების ორი ხარისხი, დამაკმაყოფილებელი და არადამაკმაყოფილებელი. აქედან გამომდინარე, რახან დამაკმაყოფილებლად შეფასდა, ეს ნიშნავს იმას, რომ შეფასდა დადებითად. კომისიის ანგარიში რამდენჯერმე ნათლად არის აღნიშნული, რომ აუდიტის სამსახურის საქმიანობა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კუთხით ისეთი ხასიათის დარღვევებს შეიცავდა, მიაქციეთ ყურადღება, რომელთა სამართლებრივი შეფასება აუცილებლად სამართალდამცავი ორგანოების მიერ უნდა მომხდარიყო. ანგარიში ვკითხულობ და ვახდენთ ციტირებას. კომისია თვლის, რომ კომისიის დასკვნაში ასახული კანონდარღვევების სამართლებრივი შეფასების მიზნით უფლებამოსილების მიხედვით განხილვისა და რეაგირებისათვის წარედგინოს საქართველოს მთავარ პროკურატურას. ვიმეორებ, განხილვისა და რეაგირებისათვის წარედგინოს საქართველოს მთავარ პროკურატურას. აღნიშნული მასალები უკვე თითქმის წელიწადია. ზევით მოგახსენეთ, რომ ივნისში იყო ეს მოსმენა ჩატარებული, საქართველოს პარლამენტს არ აქვს გადაგზავნილი პროკურატურისათვის. დამეთანხმებით, რომ როგორც მინიმუმ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. ყოველი ზემოთქმულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება გარიგებულია ნაციონალურ მოძრაობასთან და ამ ურთიერთობამ კომპლექსური ხასიათი შეიძინა. გვაქვს სრული უფლება ვივარაუდოთ, რომ ამ საქმეში პოლიტიკური ინტერესების გარდა შეიძლება იკვეთებოდეს კორუფციული სქემებიც. ჩვენ კარგად ხვდებით, რომ ეს არის ძალიან მძიმე შეფასება, მაგრამ თქვენ თვითონ კარგად მიხვდებით, რომ როდესაც ფინანსურ დარღვევებზეა საუბარი და ასეთი საქმეები შემოიდება ხოლმე თაროებზე, სხვა დასკვნის, კეთების, სხვა ფიქრის უფლებას არ გვაძლევს, რადგან სახელმწიფო ინტერესები მოითხოვს, რომ არც ესეთი დეტალი, არც ესეთი საქმე და ეს დეტალი არ არის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. პირველად მოხდა სხვათა შორის უარყოფითი დასკვნის წარდგენა პარლამენტის მიმართ შესაბამისი კომისიის მხრიდან რეაგირების გარეშე არ უნდა რჩებოდნენ. აი ეს შეხმატკბილებული ურთიერთობა ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის უკვე წელიწადნახევარია გრძელდება და მან ძალიან სამარცხვინო ხასიათი შეიძინა. უფრო კონკრეტულად და თვითონ ფაქტებთან დაკავშირებით მოგახსენებთ ჩვენი პარტიის საფინანსო ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი ბატონი მამუკა ჩხეიძე. მოგესალმებით. მინდა დავამატო, რომ აღნიშნული ანგარიშის ცალკეული ეპიზოდები გაშუქებული იქნა სხვადასხვა მედია საშუალებებით. მე მინდა გაგახსენოთ 2013 წლის თქვენ აქ მედიის წარმომადგენლები ბრძანდებით 2013 წლის 28 მაისის ნიუსები ამოიღეთ თქვენივე ტელევიზიებში, აი პირველი არხი აქ არის, რუსთავი 2 აქ არის. იქ იყო აღწერილი, იქ იყო გაპიარებული ეს სიტუაცია, რომ მასალები არის ძალიან მძიმე,
და მასალები ექვემდებარება და მასალები გადაგზავნილი იქნება პროკურატურაში. ეს მასალები ეხებოდა უკანონო მრავალათასიანი შრომის ანაზღაურების გაცემას, პრემიერების გაცემის სისტემას, რომელიც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ საბიუჯეტო სახსრების მითვისების კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს. მშენებლობის განხორციელების დროს გამოვლენენ მიწერის ფაქტებს. ეს ყველაფერი ათასობით კი არა, ასეულ ათასობით ლარზე არის საუბარი. უკანონოდ გაცემული სახსრები, საბიუჯეტო სახსრები და ასევე მიწერის ფაქტები, რომელიც პირდაპირ შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. ჩვენ მივმართავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს, რომ განუმარტოს საზოგადოებას, რატომ იმტვერება ამდენი ხნის განმავლობაში ეს მასალა პარლამენტის კანცელარიაში. ვინ დაბლოკა აღნიშნული ანგარიშის დაუყოვნებლივი გადაგზავნა საქართველოს პროკურატურაში, რომელიც შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და ეს ჩვენი სიტყვები არ არის, ეგ არის დასკვნის კომისიის ანგარიშის სიტყვები და კომისიის ანგარიშის დაფიქსირებული. ვინ არის და შესაძლო სისხლის სამართლებრივ პასუხისგებლობას ჩადენილი დანაშაულისთვის აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობა. ეს ეხება როგორც წინა ხელმძღვანელობას, ანუ ბეჟაშვილის პერიოდს, ისე ეხება ახლანდელ ხელმძღვანელობას, რომელიც ამჟამად არის თეოდორიას. მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ შესწავლილი უნდა იქნას აღნიშნული ეპიზოდი. ანუ პარლამენტში მოწონებული ხას უსვავ აუდიტის სამსახურის შემოწმებელი კომისიის მუშაობა, რომლის მიერ შედგენილი შემოწმების ანგარიში შეიცავდა რა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რატომ და ვისი ბრალეულობით არ გადაეცა პროკურატურას მოხდა რეაგირების გარეშე და რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ინტერესებს. აქვე აღნიშნავთ, რომ ჩვენი ბრიფინგის დამთავრების შემდეგ ჩვენ აღნიშნულ მასალას რეაგირებისთვის ვუგზავნით როგორც საქართველოს პარლამენტს, იმიტომ რომ ეჭვი მაქვს, რომ ბევრი პარლამენტარი საქმის კურსშიც კი არ არის იმის, რომ შესაძლოა იმას, რასაც თვითონ კენჭი უყარეს და იცოდნენ, რომ ეს მასალა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს რომ შეიცავდა ავტომატურად წავიდოდა პროკურატურაში და ამას პარლამენტის აპარატი, პარლამენტის ხელმძღვანელობა სპიკერატი უზრუნველყოფდა, ასევე ჩვენ ვაგზავნით ამ მასალებს მთავარ პროკურატურაში შემდგომი რეაგირებისთვის. იმედი გვაქვს, რომ პარლამენტის პროკურატურა მოახდენს ამაზე სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს. ჩვენ დეფინიცია მინდა გავაკეთო ამისი. ჩვენ ამ წუთში ვაგზავნით რასაკვირველია ამ შემოწმების მასალას, მაგრამ არა იმ კუთხით, რომ მასალაში რა წერია. ანუ იმ კუთხით, რომ მასალაში რომ წერია სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები, რატომ მოხდა პარლამენტის მიერ და ვის მიერ მოხდა პარლამენტში აღნიშნული მასალის ბლოკირება და რეაგირების დატოვება. აი, ამაზე უნდა აღიძრას ჩვენი საზრით სისხლის სამართლის საქმე და უნდა ჩატარდეს გამოძიება და იმედი გვაქვს, რომ აღძრავენ ამაზე საკითხს და გამოძიებას ჩაატარებენ და თუ არ ჩაატარებენ, ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და მერწმუნეთ, რომ აი ამ საკითხს და არა მარტო რასაკვირველია ამ საკითხს ბოლომდე მივიყვანთ, რატო არ მოხდა და როგორ მოხდა აი ამ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. აქვე მინდა ერთი რაღაცა დავამატო. ბრიფინგის შემდეგ თქვენ დაგირიგდებათ დადგენილების ქსერუასლი, ამონაწერები დადგენილებიდან, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მასალა უნდა გადაიგზავნოს პროკურატურაში და ექვემდებარება სამართლებრივ რეაგირებას. აგრეთვე პარლამენტის აპარატის პასუხი 11 აპრილის დათარიღებული, რომ ეს მასალა არ არის ნამდვილად გადაგზავნილი პროკურატურაში და ასევე დისკეტკა, სადაც ამოკრებილი გვაქვს აი მთელი ეს პროცედურა, ანუ როგორ გაიტანეს მასალა პარლამენტში, ვინ გაიტანა, შემდეგ ამ მასალის გარშემო დებატების მთავარი
მომენტები და ბოლოს კენჭისყრის პროცედურაც. რო აი თქვენ თვითონ თვალნათლივ ჟურნალისტებს გქონდეთ იმაზე წარმოდგენა, ის საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ, იქ არის დაგირიგდებათ და ეგ ვიზუალი თქვენ გექნებათ.